ზოგიერთი ადგილი მხოლოდ რუკაზე დატანილი არ არის. უფრო მეტიც, ზოგიერთი ადგილი მუდმივად ცხოვრობს ადამიანში. არსებობს სახლი, სადაც მე არასდროს მიცხოვრია. მაგრამ მთელი ცხოვრება შინ დაბრუნებაზე ვისმენ. ეს არის ისტორია ჩემი დევნილი დედის შესახებ. ადამიანი, რომელმაც დაკარგა საკუთარი სახლი, მაგრამ არასდროს დაუკარგავს იმედი. მე კი მინდა მისგან მოვისმინო ის ისტორია, რომელიც წლების განმავლობაში ტკივილად და მონატრებად დარჩა. ეს არის ინტერვიუ დედაზე, რომელმაც გაიარა ურთულესი გზა, მაგრამ სახლი არასდროს დავიწყებია. გამარჯობა დედა. გამარჯობა. ძალიან მიხარია, რომ მომეცა შანსი კიდევ ერთხელ შენთვის ძალიან სენსიტიურ და ამაღლებულ საკითხზე ამ ხაზზე ვისაუბროთ. შენ ძალიან ბევრს მიყვარულ ხოლმე ამ ხაზზე და შენი ამ ხაზი ჩემი ამ ხაზის განცდა ამ დროის განმავლობაში და კიდევ ერთხელ მინდა ეს ძალიან საინტერესო ამბავი მოვისმინო შენ. მე მზად ვარ გესაუბროთ ჩემს აფხაზეთზე, ყველა ქართველის აფხაზეთზე. მე ზოგადად როგორც დევნილს არ მიყვარს აფხაზეთზე საუბარი, ხოლო ისე დაუღალავად შემიძლია ვისაუბრო აფხაზეთზე, იქ მაცხოვრებელ ხალხზე და დღესაც შეძლებს დაგვარად ეცდა. პირველი კითხვა მინდა დაგისვა, რომ რა არის შენთვის აფხაზეთი? რა არის ჩემთვის აფხაზეთი? აფხაზეთი ისევე როგორც ოჯახი, შვილი, ყველაფერია ჩემთვის. აფხაზეთი ეს არის ჩემი ბავშვობა. აფხაზეთი ეს არის ჩემი დიდი ოჯახი. აფხაზეთი ეს არის სიტყვა, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, მეგობრის სიყვარული, სკოლა, პირველი მასწავლებელი, პირველი ზარი, პირველი პაემანი, პირველი შეყვარებული, პირველი მეგობარი. აქ ვისწავლე ყველაფერი, რაც შემდეგ ადამიანი როცა იზრდება, გამოადგება ხოლმე. თუმცა ქართველობა, დიახ, ქართველობაც აფხაზეთში ვისწავლე, თუმცა იქ მცხოვრებ ქართველებს ხშირად გვაყვებიან, რომ ნაკლებად ქართველები იყავითო და იმიტომ დაგვემართა ეს ტრაგედიაო, მაგრამ მე არ ვეთანხმები. სწორედ იქ ვისწავლეთ ქართველობა. ალბათ იმიტომაც ვარ ამდენი ხანი ერთგული ჩვენი აფხაზეთის. სხვანაირად არ შეიძლება. ძალიან მაინტერესებს შენთვის რა სუნსა და გემოსთან ასოცირდება აფხაზეთი? რისი სუნი და გემოსთან ასოცირდება ჩემთან აფხაზეთი? სუნი ალბათ პირველი არ ვიქნებით ამას ამბობს, მაგრამ მაგნოლიის, მიმოზის, ზღვის სუნი. ძირითადად როდესაც სუნზე მიდგება საქმე, გაზაფხულზე მიჩეს აფხაზეთობა. აი ერთიანად რომ აი დავდივარ და თითქოს ის გავსურნელს ვეძებ ასოცირდება. და გემო ალბათ ბევრი ამბობს რომ სიტყვების გემოს ანუ მაგრამ ცოტა განსხვავებული ვიქნები, იმიტომ რომ ეგ არის ყველა სოხუმელს ახსოვს და ყველა სოხუმელის მონატრება ეგ გემო, ეგ არის ჩვენი სოხუმის ნაყინის გემო. რას გრძნობდი მაშინ, როდესაც დატოვე აფხაზეთი და როგორ შეეგუე ახალ გარემოს? რას გრძნობდი, როცა აფხაზეთი დავტოვე, გრძნობდი შიშს. მქონდა რაღაც მთელი გონება, სხეული, ყველაფერი მოსული მქონდა შიშს.
ძალიან დიდ შიშს. იმიტომ რომ ვიცოდი რომ ძნელი იქნებოდა დევნილობა, ძნელი იქნებოდა როცა შენს სადაც დაიბადე, გაიზარდე იმ ადგილს მოწყდები, მეგობრებს, ყველაფერს ერთდროულად. დატოვო შენი მშობლიური მხარე იგივეა დარჩეობლად. და შეიძლება ზოგი შემეკამათოს ობლობასთან აკავშირებს, ზუსტად ალბათ როგორც ობოლი ბავშვები განიცდიან იგივე განსა ძირითადად შიშს ვუძნობდი. და სიცარიელის მე რომ ჭუბერის უღელტეხილს მოვყვებოდი, რომელიც დღეს სიკვდილის უღელტეხილად არის ცნობილი, ერთადერთი ვუდგუდებდი, სხვა საფიქრად ჩვენ არ ქონდა. გზაში ვტიროდი რომ აიქ უფრო ძნელი იქნება, ნეტად არჩენილიყავი. აიქ უფრო ძნელი იქნება, რატომ გავდივართ ამ გზას. მე მახსოვს თუ ვამოძრავებდი თუჩებს, ჩემგან მხოლოდ ეგ სიტყვები ისმოდა. მე ვიცოდი რომ ძნელი იქნებოდა და ძალიან ძნელი. და ძალიან დიდ წინასწარ მტკიოდა, ვტოვებდი და მტკიოდა. აი როგორც ის ჭუბერიც გზა იყო მტკივნეული და ძალიან მძიმე, აი ესეთივე განცდა იყო დატოვების მძიმე და უკვე მტკივნეული. რა არის შენთვის ყველაზე რთული აფხაზეთის გარეშე ცხოვრებაში? აფხაზეთის გარეშე ცხოვრებაში რა არის ყველაზე რთული, ესე ვერ გამოყო. მთლიანად რთულია. ჯერ ავიღოთ იქიდან რომ იბრძვი თავიდან დამკვიდრებისათვის. მარტო დამკვიდრდე ეგ არ არის თავარი. უნდა შეინარჩუნო შენი იდენტობა. უნდა შეინარჩუნო ის ტრადიცია, თუ გინდა რომ შენი კუთხის ერთგული გახდე, იმ ფასეულობების, უნდა შეინარჩუნო ის ტრადიციები, რაც იქ ჰქონდა. უნდა შეინარჩუნო ის მეგობრები. უნდა შეინარჩუნო და თავიანთ პატივი და ღირსება უნდა მიაგო იქ გარდაცვლილ, პატრონად დატოვებულ შენი მეგობრების და ახლობლების ცხედრებს. ეს განუყოფელი ნაწილია. როგორც კი ამას მოცდები, იქ რაღაც ცრემლი ღვარო და როგორ გენატრება სოხუმი და შენი სახლი. შენთვის დაბრუნება აფხაზეთში ადგილია თუ გრძნობა, როგორც გზით? დაბრუნება ჩემთვის გრძნობაა. და თუ ვიტყვი რომ გრძნობაა, ეს იმას ნიშნავს, რომ მე გრძნობით ეხლაც იქავარ. და დაბრუნებულიც ვყოფილვარ. მაგრამ როდესაც გრძნობა და სხეული ერთად ბრუნდება, რა თქმა უნდა ჯობია. დაბრუნება ჩემთვის გრძნობაა. და ის შეგრძნებაა კიდე, რომ მე დავბრუნდი, როგორი ერთგულით წავედი, ისეთი ერთგული. ეს იქნება გრძნობა გამარჯვების. გამარჯვება იცით რაზე, რომ სიყვარული იმარჯვებს. მინდა გაიხსენო, როგორი იყო შენი სახლი, მეზობლები, უბანი და მოგიყვე ამის შესახებ. როგორი იყო ჩემი სახლი, უბანი, ვერ გავყოფდი ესე ცალ-ცალკე სახლი და უბანს. ხა ზოგიერთ შეიძლება გაეცინოს და ესე ჩათვალოს, მაგრამ ნამდვილად ესე იყო. მე არ მახსოვს ჩემ ბავშვობიდან რომ ყავა დაგველიოს მეზობლის გარეშე. მორიგეობით, არ არსებობდა ეს. წინა კითხვაშიც ვთქვი, რომ ერთად შეკრული ვიყავით ყველა რამოდენიმე, აი ერთ პატარა ქუჩაზე ცხოვრობდით სომეხი, ბერძენი, აფხაზი, რუსი, ქართველი. ორი ქართველი ოჯახი. და ერთ მუშტად შეკრულები ვიყავით, ძალიან მეგობრულები ვიყავით ყოველთვის. ომამდეც და ომის დროსაც. ჩემ სახლი რაც შეეხება, ეს კარგი სახლი ჰქონდა. და ამიტომ ბევრი მეუშვენეც ჰყავდა. ბევრი ნადირობდა ჩვენ სახლზე. და მახსოვს ჭუბერის უღელტეხილის შემდეგ, როდესაც განსაკუთრებით ჩემი ოთახი მიყვარდა. როდესაც საავადმყოფოში საოპერაციოდ შემიყვანეს, ნარკოზის შემდეგ ყოველთვის ბოდავს პაციენტი, ხომ?
და ყოველთვის ვამბობდით რომ მე მინდა დაბრუნება მე იცით ჩემს ოთახში 284 თოჯინა მყავს და თურმე ჩემი ქირურგიც ბევრჯერ მეკითხებოდა რამდენი იმიტომ რომ გაზვიადებულად 284 თოჯინა მყავს რამდენი 284 თოჯინა და შემდეგ უკითხავს დედასთვის რომ მართლა ამდენი თოჯინა ყავდაო და კი მართლა ამდენი თოჯინა ყავდაო და განსაკუთრებით ვიცით რა არის არ მიწყენს ალბათ ჩვენთან რაც აქეთ ეხლა შემოდის ნელ-ნელა ჩვენთან უკვე ეტყობა ზღვის კურორტ ქალაქებს სჩვევიათ რომ ცოტა მეტი თავისუფლება ჰქონდა ბავშვებს და ჩვენი გემოვნებით შერჩეული ავეჯი იყო ჩვენი გემოვნებით შერჩეული რა ვიცი ოთახის ფერით და ყველაფერი და ლამაზი ეზო ჰქონდა მოვლილი როგორც აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს ახასიათებთ ხოლმე ეზო კარისგან საოცარი ვარდები ჰქონდა საოცარი ყვავილები და არ ვიცი რა საოცარი იყო ბებია ჩემი წარმოშობით სამტრედიელი იყო და თუ ვინმე და სამსახურიც უწყობდა ხელს თუ ვინმე სამტრედიელს ნახავდა ან თუ ვინ ქუთაისელს მისი სამსახურის ტერიტორიაზე ის აბსოლუტურად ღამის თებით უნდა ყოფილიყო ჩვენი სტუმარი და სეზონზე და მეზობლებმა იცოდნენ რუსულად ზოგი შემოძახებდნენ რომ მარგალიტა მოიყვანა თავისი ჭყალებში რომ თქვა ზემლიაკებით სტუმრობენო და შემდეგ როცა დევნილები ვიყავით ყველა მეტად ჩავიხდით იცით ყველას ახსოვდა ჩვენ სახში სტუმრიანობა აი ყველას და მადლობა მათ როგორ წარმოგიდგენია ის დღე როდესაც შენ დაბრუნდება როგორ წარმოგიდგენია უზომოდ ბედნიერი ვიქნებოდი და ალბათ ეს უზომოდ ბედნიერი ემოციებიც ახსე ტირილიც შემოვიდგენდი ყველაფერს მისე მახსოვს ბავშვობაში ჩვენ ზართან სტადიონზე იყო სულ ბაყაყების ყიყინისმოდა მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი და ისეთ ლამაზ სტადიონი ჰქონდა და დღემდე ისმის სხვათა შორის იმ ბაყაყების ყიყინი და მათ ყიყინის მოსასმენადაც წავიდოდი გამიქცეოდი ნამდვილად და სულ შემოვიდგენდი ყველაფერს ჩემს სკოლას სკოლის წინ კაფეს ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი და ყოველთვის ვამბობდი რომ ლექსიც მქონდა ისეთი რომ მე გაზაფხული გადამიხდის ქორწილს სოხუმში და ალბათ ძალიან ასაკობრივი იქნები როცა ჩავალ მაგრამ მე და ჩემ მამაშენს ჯერ არ გადაგვიხდია ქორწილი და აი 100 წელს რო ვიყო მაინც გადავიხდით რა ქვია აფხაზეთში ხორცილს მე აფხაზეთის და აფხაზეთთან ერთად გავიზარდე. ჩემთვის ეს თემა ყოველთვის ძალიან მშობლიურია. დედაჩემთან ერთად სულ ოცნებობ სახში დაბრუნებაზე. მინახია აფხაზეთის კორწიაო და სახლები, მისი ულამაზესი ეზო და არაერთხელ შემისუნთქავს ციტრუსის, ზღვის, მიმოზისა და მაგნოლიის სუნდა. მე როგორც მომავალი დიპლომატი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენს ულამაზეს კუთხესთან მშვიდობით დავალაგო ურთიერთობა და აუცილებლად ავუხდენ დედას სურვილს, რომ საოცნებო ხორცელი გადავუხადო აფხაზეთში.